სულისაცინი სამართლა გაგაცნოთ გაგახაროთ. ჩვენ ცხოვრობთ იმისაც, რომ შევიმეცნოთ ჩვენი თავი ქრისტეში და შევიცნოთ ჩვენი მიზურება, შევიცნოთ ჩვენი ცხოვრების მიზანი, მისია ჩვენი ცხოვრება. ამისათვის უამრავი განსაცდელები გვემართება, უამრავი ბრძოლები, უამრავი ხილული თუ ხილავი საფრთხე, მაგრამ ეს მიზანს არ აუქმებს. ჩვენი მიზანი არის ქრისტესთან ყოფნა, შევდობა, პატიება, გამხიელება, შემეცნება უფლისა, საზომისა ჩვენისა, იმიტომ რომ უფალი შეუმეცნებადი. როგორც მინდა მამები ამბობენ, ერთადერთი რაც უფალში შემეცნებადია, ის რომ იგი შეუმეცნებადია. ხო პარადოქსი. ხო? აი როგორ ისე. ამიტომ მიზანი ერთია, მაგრამ ის შემეცნება საზომისა ჩვენისა, ჩვენ ცოდვილება რომ ჩვენი საზომისაებს შევიმეცნოთ სახარების სიბრძნე და უსასრულო სწავლება, უსასრულო დახვეწილი სწავლება ღვთისა. შევიმეცნოთ სამყარო და საკუთარი თავიც შევიმეცნოთ, ლოცვით შევიმეცნოთ, ზიარებით შევიმეცნოთ, ღვთის დიდებით შევიმეცნოთ. აი ეს მიზანი არის მთავარი და ეს მიზანი ჩვენი ცხოვრების მიზანი, რომელიც ამ ცხოვრებაზე და სიცოცხლეზე მეტია, იმიტომ რომ ამ ცხოვრების და სიცოცხლის არსი და მიზანი არის ღვთისა და საკუთარი თავის შემეცნება ამ სამყაროში, სადაც ჩვენ ვართ და ჩვენი ადგილის შემეცნება აქ. დიდება ღვთისა, მოპოვება სიმშვიდისა, თანმდაბლობის, ეს ძალიან ძნელია. სიმშვიდისა და თანმდაბლობის მოპოვება ეს დიდ ტკივილებთან არის და საკუთარი თავის გამწვენდელ თანმდაბლობასთან ერთად ირიბად მოყვება მას. თუ პირდაპირ არ ვიცი, როგორ ყველა თავის გულში ჩაიხედოს ბრძოლები, რომლებიც მას ამ ბრძოლების სახით უვლენს სხვადასხვა ტიპის ხილულ თუ ხილავ ბრძოლებს და განსაცდელებს, მაგრამ არ აუშავს, ყველაფერი გადალახოს და გამოსწორებადია. ბავშვმა ორიანი თუ მიიღო, შეიძლება მერე სამიანი მიიღოს, ხომ გამოასწოროს. სამიანს რომ მიიღებს, მერე იმუშაოს იმაზე, რომ საშემოდგომო თუ გამოყვა, მერე ოთხიანი მიიღოს. და ბოლოს შეიძლება ფრიადუსანის გახდეს, რა ის. აინშტაინის თავის დროზე ვახსენებ ხოლმე აინშტაინს მიყვარს მისი პიროვნება, საკმაოდ დიდი საინტერესო ბიოგრაფია აქვს, თუ წაიკითხავთ მის ბიოგრაფიას. სკოლაში გონება სუსტი ეგონა და ჩამორჩენ რაღაც არის არაფერი არ გამოვა, ჩვენებურად ვთქვათ უბრალოდ. ხო? ამის არაფერი არ გამოვა, ესე დიდი უსწავლე საპატენტო ბიუროში მუშაობდა და შემდეგ და ვინც იყო და რაც იყო ხა აღარ ვთქვი და რა ასე ვთქვათ კოსმოსური მოვლენაა, ხო მამადალინის გონება. ამიტომ ის თუ სამებზე სწავლობდა, ხო? სამაგეროდ მერე დააბალანსირა, მე მგონი რა. გონი დააბალანსირა, თვალწები რბილად ვთქვა. ამიტომ მინდა რომ მე და კანტი ავიღო, ხო? კი მართლმადიდებელი მოწმეები ხა ესენი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და წმინდა მამათა მაგალითად არ გამოდგებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი გონებისა და ბევრი სათნოების მატარებლები არიან. კანტი, რომელსაც თავის კაბინეტში ნიუტონის სურათი ეკიდა, რომელიც ცალკე კიდევ თავისი წარმოდგენები ჰქონდა, ნახევრად ალქიმიკოსი იყო და ნახევრად ერეტიკოსი უძახდა და ნახევრად ასე ვთქვათ, მაგრამ ხა მისი გონებასა და მის უნარჩვენებასა და მის ასე ვთქვათ გენიალურობაზე მე მგონი ჩვენ რა ვისაუბრებთ. ისიც ამბობდა, რომ ის ცხოვრება, როგორც კანტის ასე ვთქვათ კრიტიკული გონება, კრიტიკული პერიოდი იყო ხო მისი ნაშრომების. ისიც ამბობდა, რომ მივიდა იქამდე, რომ გონებით ყველაფერი ეს შეუცნობადია, ღმერთი შეუცნობადია გონები. გონების ყველა არგუმენტი და მისი დამამტკიცებელი საბუთები, ხომ არ მოყვართ ხა ისტორიებს, ეს ღვთის დამამტკიცებელი გონებრივი საბუთები, ეს კარგია, მაგრამ მაინც უსუსურია, იმიტომ რომ გამოცხადებით ხდება ხოლმე ღვთის არსებობის დასაბუთება, ცოცხალი ურთიერთობით ღმერთთან გამოცხადებით. ყოველგვარი გონებრივი არგუმენტები, გონებრივ სფეროში ღვთის ყოფის დასაბუთება, ეს ძალიან საალბათო რაღაცაა. კი, შეიძლება, მაგრამ ხოლმე მენტალურ ჰიპოთეზად შეიძლება დარჩეს, მაგრამ რეალური ცოცხალი ყოფობა ღვთისა ხოლმე შეიმეცნება მასთან ურთიერთობით. ანუ ზიარებით, საეკლესიო ცხოვრებით და შემდეგ. ხა კანცელერთან თქვით, ის არ უარყოფთ ამას თავის ფორმაში და თავის ასე ვთქვათ დენომინაციაში, მაგრამ მოწმენა იყო, წაგდებდა ნიუტონის შესაძლოა, აინშტაინის თავის ფორმაში და თავის ასე ვთქვათ
იმ პასუხებში, რომლებსაც იღებდა და მახსენდება ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც წამორიგდა აინშტაინი და დაცემა დაიწყო და წამოყენება დაუწყეს და არ წამომაყენოთ, არა. ხელი არ უკიდო პასუხები მომდის. ანუ ეს ხალხი, რომლებიც თითქოს და მათი ცხოვრება ორთოდოქსულ მორწმუნეებს არ გავს, მათი ცხოვრება მაინც ღმერთთან ახლოს ყოფობის დამადასტურებელია. ირიბი შეიძლება იქნას, მაგრამ ღმერთთან ყოფობის და ღმერთის მიერ ადამიანისთვის გონების გახსნის საოცარი დამადასტურებელი ნიშნამთვისებებია მათი ცხოვრება. ეს ბევრი მაგალითები შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ აღარ გავაგზელებ ბლეს პასკალის ცხოვრებას, აღარ გავაგზელებ, როდესაც იგი აღმოჩნდა ერთ-ერთი უბედური შემთხვევა კიდევ დაემატა, როდესაც პასკალის უცხოელსაც ეძახიან, ცხენებმა აიწვიდეს და გადავარდნენ და მისი ეტლი, ასე ვთქვათ, ცხენების, ასე ვთქვათ, ამ საოცარი უსკულის წინაშე აღმოჩნდა ხიდზე. და მან როდესაც გადაიხადა, მთელი ცხოვრება ციულში ეღვიძებოდა ამის გახსენებას. აღარ გავიხსენებ კიდე სხვა პიროვნებებს, რომლებიც წერლებს, პოეტებს, რომლებიც ღმერთთან ახლოს ურთიერთობისას მისულები იყვნენ, მაგრამ ერთი ნაბიჯი აყდათ მათ. ერთი ნაბიჯი აყდათ მათ ამ გენიოსებს, ერთი ნაბიჯი რომ მართლმადიდებელი სარწმუნოების სრული დოქტრინა მიეღო. თითქოს ეგეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მათ ერთი პატარა ბიძგი, ერთი პატარა ნაბიჯი აყდათ იმისაც, რომ სრულად გახსნილიყვნენ ღვთის მართლმადიდებელი სარწმუნოების სრულ სიმშვიდე და მოძღვრებაში და მათი მსოფლმხედველობა აბსოლუტურად სრული და სრულყოფილი ბედნიერი ნეტარი ყოფილიყო, მაგრამ განგებულება ღვთისა ერთია და ჩვენი სრული აზროვნება და სრული მეორეა, ხო? ამიტომ ნეტარ ხართ თქვენ, რომ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და თქვენთვის ყველაფერი კარგი არის, ის რაც ღმერთთან გაახლოვებთ. ის რაც ღმერთთან გაახლოვებთ, ყველაფერი კარგია. მაგრამ რაც ღმერთს გვაშორებს, ყველაფერი ცუდია. არ აქვს მნიშვნელობა. ხელოვნება იქნება ეს, წერლობა იქნება, მათემატიკა, ფიზიკა, მეტაფიზიკა, კოსმოლოგია, ქიმია, თუ კვანტური ქიმია, თუ კვანტური ელექტრონიკა, თუ ასე შემდეგ, რაც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. რაც კი თქვენ ღმერთთან გაახლოვებთ, ყველაფერი კარგია, იმას ჩაეჭიდეთ. ქრისტიანული და მართლმადიდებელი ცხოვრებისა და მსოფლმხედველობის ფონზე და სივრცესა და მის ამ ოკეანეში ღვთისმეტყველების, რომელიც ჩვენ მოგვეცა. დანარჩენი ღმერთ შეუმეცნებადია ადამიანის გონებისათვის, მაგრამ შემეცნებადია მის შეუმეცნებადობაში სიყვარულით. გადალახვა ღმერთსა და ადამიანის სიშორისა მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით შეიძლება. სიყვარულით სარწმუნოებით, რა თქმა უნდა, პირველი სარწმუნოებით, სასოება იმედით, რომ ამას შეძლებ და რა თქმა უნდა სიყვარული. გადალახვად ეს გადაულახავი უფსკრული, რომელიც ღმერთსა და ადამიანის შორის არის გადალახა, ქრისტემ და ის ჩამოვიდა ჩვენთან, რათა ჩვენთვის ეს უფსკრული გადალახვად იყოს სულ მუდამ ადვილად ზიარებით, მისი სისისა და ხორცის შესისხორცებით. ეს გადალახვადია. მან ჩვენ დაგვინათესავა და ადამიანური ბუნება მიიღო იმისათვის, რომ ჩვენ ღვთაებრივ ბუნებას მადლით მივებს გავსოთ. ამიტომ მინდა ეს გისურვოთ, რომ ეს ცოდნა ძალა, ეს უბრალოდ ცოდნა არ არის. მართლმადიდებელი სარწმუნოების წამსი და დოქტრინა და მსოფლმხედველობა, მსოფლშეგრძნება უბრალოდ ცოდნა არ არის. ეს მაცხოვრებელი ცოდნაა. მაცხოვრებელი ცოდნა გრძნობა ძალაა, რომელიც ისეთ ძალად იქცევა, რომელსაც ადამიანს სასუფეველში შეყვანის ხელმწიფებასა და ბიძგსა და სტიმულს აძლევს. და რა თქმა უნდა, ის დადებითი ძალები, ანგელოზები, წმინდანები, პირველში უფლისღა ღვთისმშობლის კურთხევა აძლევს მას და უღებს კარებს, იქ სადაც სხვა იმ კარებს საერთოდ ვერც ხედავს, არათუ გაღებაზე აღარ ვილაპარაკე, ვერც ხედავს იმ კარებს. იქ სადაც მოწმუნე კარს ხედავს, ურწმუნოსათვის კედელია და დაკეტილი ჩიხია. მაგრამ მოწმუნისათვის ის კიდევ ერთი კარებია, რომელსაც შვიდად გააღებს წმენით, იმედით და სიყვარულით. ამიტომ ადამიანი ეს ღვთაებრივი კნილება ის არ არის მანქანა, როგორც მოდერნისტებს და პოსტმოდერნისტებს და შედეგულობდათ, რომ მანქანა მოძრავ რაღაც მანქანა და ნაწილების, ბიონაწილების კომპლექტად წარმოედგინეთ. იგი არის ის ხატების გავსება და მახსენდება, თუნდაც დეკარტე მახსენდება, რომელიც ასევე თავისებურ ფორმატში როგორც ესენი ვახსენე, ისევე მაგალითია იმისა, რომ
მისი აზროვნება ღმერთთან ახლოს იყო და ამბობდა კიდევაც ვაზროვნებ, ვარსასა მე ვარსებობ. და ნუ ვიტყვით იმას, რომ აზროვნებისთვის არ არის, აზროვნებისთვისაც არის შექმნილი და განწმენდილი აზროვნებისთვის. ჩვენი ინტელექტი და ჩვენი რაციონალური აზროვნება უნდა განიღმდოს, განიწმინდოს ინტელექტი და ინტუიციად იქცეს. აი მაშინ არის იმ ნამდვილი აზროვნების ნამდვილი საოცარი ძალის მატარებელი და ნებისმიერ უბსხულსა და ნებისმიერ დაპირისპირებას, ნებისმიერ პოლარულობას, ნებისმიერ ბინერს, ნებისმიერ წინააღმდეგობას სინთეზს გაუკეთებს და გადალახავს და ამოუხსნელ ამოცანას, თავის ცხოვრების ამოუხსნელ თითქოს ერთი შეხედვით ამოუხსნელ განტოლებას და ამოცანას გადალახავს და ამოხსნის ერთხელ და სამუდამოდ, რომელიც ამონახსნის არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენი ცხოვრების ერთი და საბოლოო პირველი და საბოლოო ამონახსნი. ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი სახელით მის სახელს ვადიდებ და მისი სახელით დღეს ვეზიარები და გზახსნილი ქონოდეთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთვის თანა. ამენ.